უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლოზ მშავანაძე ზაზა ხატიაშვილს დაკავებული თანამდებობის დატოვებასა და ნაციონალურ მოძრაობაში გადასვლას ურჩევს. მშავანაძე ხატიაშვილს მოუწოდებს გოგაუნიანზე ადვოკატთა სახელით არ ისაუბროს. პრესკონფერენციას პატიმარ მამუკა ტოლიაშვილის ძმაც დაესწრო და განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრი უნიანის პირადი პატიმარია. ტოლიაშვილი ყვება, რომ მის ძმას გოგაუნიანთან შელაპარაკება მოუვიდა, მოგვიანებით კი ინციდენტის გამოძიება უშუალოდ დონიანს დაევალა. ტოლიაშვილის თქმით, მტკიცებულებების გაყალბებისა და განადგურების გზით ამ საქმეზე მის ძმას 35 წელი მიუსაჯეს. არის გარკვეული პროცედურები, რომლის თანახმადაც შესაძლებელია შეგროვდეს ხელმოწერები ადვოკატებისა და მოიწვეული იქნას ყრილობა, რის შემდეგაც იქნება ხატიაშვილი გადაყენებული. იმიტომ რომ მას ამის უფლება არავინ არ მისცა, ის რასაც საუბრობს. და პოლიტიზირებული გახადა ადვოკატთა ასოციაცია. მე ურჩევ მას მართლა, იმიტომ რომ რეალურად თუ ესეთი პოზიციები აქვს, მას გადავიდეს ნაციონალურ მოძრაობაში. და მას ძალიან გულთბილად მიიღებენ იქ. მე ზაზა ხატიაშვილი ვიყავი ერთადერთი, ვინც ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, როცა ყველა იმალებოდა. მაგრამ როცა სააკაშვილის რეჟიმი შეცვალა ბიძინა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის რეჟიმმა და გავაგრძელე ბრძოლა, ზოგიერთი ეგრეთვე ვაიკომ კავშირელი გამოხდა და ზაზა ხატიაშვილზე დაიწყო ლაბარაკი. მე მინდა ვთქვა მჟავანაძეს უთხრა, მე რო ბორკილებით ვიდექი და ვაპროტესტებდი ადვოკატების დაკავებას. 150 ადვოკატი გავანთავისუფლე. სად იყო მაშინ?